პავლე მოციქულის სიტყვები კიდე თან მარხვის წინ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ღვთის სასუფეველი სასმელს საჭმელი კი არაა. ხო, ჩვენ კონცენტრირა აი ხა მარხვა იწყება და წავიდა ლობიო, კარტოფილი, რაღაც ეს. კი ბატონო, ხორციელი საკვებს ვიკლებთ. რა თქმა უნდა, კუჭს თუ ვერ მოერია, აბა რას მოერევი? კუჭი ყველაზე ადვილი მოსარევია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. აი ნახეთ, აუცილებელია ხორციელი მარხვა, მაგრამ არაფერს ნიშნავს და პავლე მოციქულის ეს სიტყვები, საჭმელ სასმელი კი არ არისო და სხვაგანაც ამბობს პავლე მოციქული, საჭმელ სასმელი არც მიგაახლოებს და არც დაგაშორებს ღმერთს. ანუ გეუბნება, რომ სულ ერთიაო რას ჭამ. გესმით, სულ ერთია რას ჭამ. და ამასთან ეკლესია გიკითხავს ამ სიტყვას კიდე საგვიკითხავს სიტყვები, ხო, მომზადების პერიოდში. გიკითხავს დიდ მარხვის წინა პერიოდში, რომ სულ ერთია რას ჭამ. ადამიანი შეიძლება დაიბნეს, თუ სულ ერთია, აბა რას ვიკლავ თავს. საქმეც ამაშია, რომ ეს ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თან აუცილებელია და თან მნიშვნელობა არ აქვს, პრინციპული. მას გარკვეული საფეხურები, ასკეზის მნიშვნელობა, ვარჯიშია. კიდევ ვიმეორებ, კუჭს თუ ვერ მოერევი, რისი მომრევი ხარ? შენს ამბიციებს, შენს შურს, ეგოიზმს, შენს გაბნეულ გონებას, შენს რას მოერევი საერთოდ? ენას მოერევი შენ და განკითხვას და რას თუ კუჭი ყველაზე ადვილი მოსარევია.